როგორ უნდა აღზარდოთ შვილი პატარა ქვეყანაში, რომელსაც ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევები აქვს და გეტყვით რატო მინდოდა და გვინდოდა ეს კითხვა რა ყოფილიყო, რამდენჯერმე ახსენეთ 90-იანები და ასე თუ ისე მაშინ გამოვიბრძმედეთ ჩვენი თაობა. ახლა იმდენად ბევრი ინფორმაცია, იმდენად აქეთ გაყოფილია და გახლეჩილი საზოგადოება, რომ ამ მოზარდ-თაობას გონია რომ ცოტათი შეიძლება გაუჭირდეს რაღაც მიმართულებების არჩევა. როგორ გავზარდოთ შვილი აი ამ საგიჟეში, რომელშიც დღეს საქართველოს? ეს საგიჟე ჯობია, მაინც 90-იანების ხო თანხმდებით ხო ახლა ლაპარაკი და ძალიან ბევრი არჩევანი აქვს, მაგრამ ეხლა ამდენი არჩევანი რო არის, შეიძლება ეს პრობლემა იყოს პრინციპში. ერთი სიტყვის გამოც უკაცრავად შეიძლება ისეთი იარლიყი ერთი სიტყვის, სულ ერთი სიტყვის გამო. შეიძლება ისეთი იარლიყი მოგაწეპო. იგი, ჩემ თავს გამომეცდია, იგი. დაწუნებული. რა თქმა უნდა. ჭის არ მეპარება იქნებოდა. ხო და აი ამ სიტუაციაში კი როდესაც ეს საგიჟეთ ეს სოციალებმა გააგიჟა საერთოდ სამყაროში შეჭუი და ქართველები სამწუხაროდ გამოირჩევით ზომიერების არ ქონით და ამ სოციალებაც ჩვენს გავაგიჟა ძალიან სერიოზულად. ეს სტრესავს ბავშვებს მე მესმის. ერთი ცხრა მეცინება ხოლმე როცა რაღაცა დავდივარი ხედავ რომ აი რაღაცა დეპრესიულები არიან, მაგრამ მეორე ხვდები რომ აი იმდენად დინამიურია ეს ცხოვრება. რომ ბევრი ალბათ ესე მარტივად ვერ უძლებს. მით უმეტეს გახლეჩილი საზოგადოების პოლიტიკური პირობებში, ხო და ასეთ რომ მე სულ ვეუბნები ხოლმე სტუდენტებს, ვეუბნები რომ გადი ქვეყნის გარეთ, გაატარეთ ერთი 6-7 თვე. ნახეთ იქ რა მოგეწონებათ, რა არ მოგეწონებათ, ყველაფერი არ მოგეწონებათ. აღმოჩნდა რაღაცები საქართველოს კარგია. და დაბრუნდით მე შეეცადეთ რომ აი რაც იქ კარგია წამოიღოთ, მაგრამ რაც აქ კარგია შევინარჩუნოთ. არა აუცილებელი რომ ყველაფერში სხვა მიბაძოთ. ეს მე არის ხოლმე ისე და ისე ზომიერების არ ქონა რომ ჩვენ არაფერში არ ვარგივართ. აი ეს თაობა უნდა დაიხოცოს, ახალი თაობა რომ მე გვეშველება. კი ბატონო, თუ ეგრე იქნება დღეს მომიგლავ თავს, მაგრამ არ მგონი ესე მარტივად იყოს საქმე, ხო და აი ეს უგეუბნები ხო, ნახეთ იქ რა არის კარგი, რა არის ცუდი. ცუდს რო წამოიღებთ, კარგი წამოიღეთ. ეხლა ამერიკა მიყვარს, მაგრამ ხო ყველაფერი კარგი არის, კოკა-კოლა არ მიყვარს. მივაჩნია რომ არ არის კაი დასალევი მაგალითად. ხო და ცუდს რო წამოიღებთ უგუნები და დანერგეთ ნელ-ნელა კარგი იქიდან. მადლობა გვერდზე ამის საშუალება აქვთ. ეხლა ჩემი სტუდენტები ჩემი უნივერსიტეტიდან ევროპაში დადიან ინტენსიურად. მინიმუმ 6 თვეს ატარებენ ხოლმე ერთ სემესტრს და აძლევს მათ იმის საშუალებას რომ გაარჩიონ კარგი და ცუდი ყველგან აქაც და იქაც. ამის საშუალება რო არის, ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩემს, რომელიც ჩემ თაობას არ ქონდა. ეხლა მე მაგალითად პირველ სამსახურში რომ მოვხვდი, ვიდეო ინჟინერად დავიწყე მუშაობა, ამას თავისი ახსნა ქონდა, როცა მე ვამთავრებდი სკოლას. როცა მეკითხებოდნენ ასაკში, უფრო ადრეც ეხლა ამის 10 წლის რო გავხდი, მეკითხებოდნენ სადაბარებ. ასეთი დამოკიდებულება იყო საბჭოთა კავშირში რომ სადაბარებ და მე ვიბრეოდი ხოლმე რა, არ ვიცი. ექიმი ხტები? არ ვიცი, რატომ გავხდე ექიმი? აბა ვინ იურისტი არ ვიცი და იმ პერიოდში საერთოდ საქართველოში არ არსებობდა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რაც როგორც მე მივხვდი, რაც მინდოდა, მაგრამ მაშინ არც კი არსებობდა და ვერ ხვდებოდი რომ ის მინდოდა, იმიტომ რომ არ არსებობდა საერთოდ, ხო? ეხლა ყველაფერი არსებობს. ამ ბავშვებს ყველაფერია საქართველოში არსებობს მაღალი დონის ფაკულტეტები, ალაგ-ალაგ, მათ შორის საერთაშორისო ფაკულტეტი, ურთიერთობების, ჩემი მაგალითად, ხო, ჩემი უნივერსიტეტის ასე შემდეგ. ხო და ეხლა მაშინ ეგეც არ იყო, რომ მიხვდარიყავი რა გინდა. მე აი ხას არ ვიცოდი რა მინდოდა. იმიტომ რომ არ არსებობდა. ექიმი და იურისტი სხვა რა. გიორგი მოსწევ რო გითხრა, მინდოდა მთელი ბავშვობა რომ ყოფილიყავი რაღაცა ტელეშოუს პროდიუსერი. არ არსებობდა მსგავსი ფაკულტეტი, იყო მასობრივი, ხო და გავხდი ექიმი, მასობრივი კულტურული ღონისძიების დამდგმელი თუ რაღაცა ეგეთი ფაკულტეტი. ანუ რა იყო, გპი? ინჟინერი, ზოგადად ყველაფერზე რაღაც ინჟინერი, ექიმი, იურისტი, კიდე იყო ისტორიკოსი, ისტორია მაინტერესებდა სულ, მაგრამ იქ მოხვედა ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ისტორიის ფაკულტეტს ვინც ამთავრებდა, იკეთებდა ხოლმე კარიერას პარტიული, ხო, რაიკომის დირექტორი ხდებოდა. ხო და ჩემ ოჯახს იმის საშუალება არ ქონდა, რომ ჩაეწყო ფული მიედანა და ამიტომ მე იქ ვინ მიასრულებდეს ერთია, მეორეც ასწავლდნენ ისტორიას მარქსისტულს, გაყალბებულს, არანორმალურ ისტორიას. მეთქი ეხლა იმას რა ისწავლეს, მუშათა მოძრაობა რაღაც იმაში, საფრანგეთში და გერმანიაში მე სამწუხაროდ და შემაინტერესებს და ხო და ამიტომაც ეხლა ამანიც მოახდინა ცუდი მაშინდელმა ისტორიამ რომ ეხლა ბევრს დღემდე გონია რომ ისტორია არის ის მაშინ რო გვასწავლიდნენ რაღაცებიღაც მუშათა მოძრაობა თარიღების დაზეპირება კიდე. მე ვცდილობ რომ ისტორიის მიმართ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს და ჩემი წიგნებიც აქეთკენ ამიგარ წიგნებია ძალიან თქვენი დიპლომატიის ისტორია ძალიან კაია.